აფხაზეთის პირველ და მე-12 საჯარო სკოლებში მოხალისეთა ორგანიზაციის ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის ინიციატივით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მაღალი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრები მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის თავდაცვის სფეროში მოხალისეობის მნიშვნელობის გაცნობას, მათი ცნობიერების ამაღლებასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებისადმი ინტერესის გაძლიერებას. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს გააცნეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხები და გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრის პროგრამები, რაც მოიცავს თვითგადარჩენას, საცეცხლე მომზადებას, დრონების მართვას, პირველად სამედიცინო დახმარებას, კიბერუსაფრთხოებასა და სამოქალაქო თავდაცვას. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და სამხედრო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გააცნეს სკოლის მოსწავლეებს ორგანიზაციის ფუნქცია, შინაარსი, ღონისძიებები, აქტივობები და ის პროფილური მიმართულები, რასაც მათი საქმიანობა ფარავს, პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოს სწორი აზროვნების განვითარების პარალელურად მათ აქვთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარების რესურსი, რომელიც თანამედროვე პირობებში ძალზედ მნიშვნელოვანია და რიგ კრიზისულ თუ პოსტკრიზისულ ვითარებებში ეხმარება მოქალაქეებს უკეთესად ოპერირებისათვის. საკმაოდ საინტერესო შინაარსიანი შეხვედრა იყო, საკმაოდ ინტერესი გამოთქვეს ბავშვებმა ჩართვა ამ როგორც ლექციაში, ასევე სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით განვითარებაში და მადლობა ყველას. ჩავატარეთ გაცნობითი სახის პრეზენტაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ და მის მიზნებზე და ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების ლექცია. მოსწავლეები დაინტერესდნენ ჩვენი პროგრამით, შესაბამისად მათ ველოდებით გომბორის მოსამზადებელ ცენტრში, სადაც უშუალოდ მიიღებენ იმ ცოდნას და იმ გამოცდილებას, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გამოადგებათ. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ სკოლაში მოვიდნენ ვეტერანები, გაგვიზიარეს ინფორმაცია და მოგვაწყვეტეს გარკვეული ინფორმაცია იმ კობერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაში გამოგვადგება.